გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. დღეს ჩვენ როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე ჩვენი ტელევიზიას გადასულია წინა საარჩევნო პროცესებში. ჩვენ დავიწყეთ გადაცემები და ვიწვევთ ჩვენს გადაცემებში პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩართული არიან აქტიურად საარჩევნო პროცესებში და ვიწვევთ იმ პიროვნებებს, რომელი პიროვნებების დღეს პირდაპირ გასული არიან ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ბრძოლის ველზე და უწევთ გარკვეული ბარიერების გადალახვა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და თქვენ გვექნება საუბარი სწორედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარი არის და ჩვენი დღევანდელი გადაცემის მონაწილე არის პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოს თავმჯდომარე ბატონი ისაკ გიორგაძე. ბატონო ისაკ, მოგესალმებით. მადლობა რომ მობრძანით ჩვენთან სტუმრად და ღებულობთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. თქვენი პარტია ბატონო ისაკ ჩვენი გაერთიანებული საქართველო. სახელი არაჩვეულებრივი აქვს. პარტია შევიდა პირდაპირ ბრძოლაში. ბრძოლაში შევიდა, არის რაღაც ისეთი, პირდაპირ თქვა, რა არის რაღაც უთანასწორო ბრძოლა არის და რატომ არის უთანასწორო ბრძოლა? იცით, იმიტომ არის უთანასწორო ბრძოლა, რომ დღეს მთლიანად მთელი აი პოლიტიკური ველი მე ხედველობაში მაქვს ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რომელიც დღეს მოქმედი პარტიები არიან და გარკვეულ ზოგი პარლამენტშია, ზოგი პარლამენტგარეთ არის ეს დაბინძურებულია თავიდან ბოლომდე. სიმართლე ვთქვათ, მოდი პირდაპირ ვთქვათ. არის რაღაც 4 პოლიტიკური პარტია, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიას ქმნის ქვეყანაში უარყოფით ამინდს. ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. მე მხედველობაში მყავს ნაციონალური მოძრაობა, ეს არის დაჯგუფება, პირდაპირ ვთქვათ, ტერორისტული დაჯგუფება ვთქვათ, იმიტომ ვთქვათ, ტერორისტული პარტია, რომელიც დაფუძნდა ამ პარტიის ფესვებზე წარმოიქმნა გარკვეული დაჯგუფებები, ზონდერ დაჯგუფებები, არაფორმალური შეერაღებული დაჯგუფებები, ტერორისტული დაჯგუფებები, ტერორისტული დაჯგუფებას იმიტომ უწოდებ მე, რომ ჩვენ ყველამ ვიხილეთ ამ რამოდენიმე დღის უკან, როგორ შემოვიტანეთ საქართველოში 4 კილოგრამამდე ასაფეთქებელი საშუალებები, რომელიც გამოიყენებენ ნაციონალურ მოძრაობას ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ანუ გარდა ამისა მას არაერთი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ხო? კვლელობები, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების გაუპატიურებები. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს რეალურად იყო და ასეც იყო და ეს დამტკიცებული არის როგორც სასამართლოების მიერ, ასევე პარლამენტის მიერ, მით უმეტეს ახლა კომისია რომ იყო, ამ კომისიამ ეს დაამტკიცა და ასევე აგერ ფაქტის სახელზე არის, როდესაც ახლა უკრაინიდან შემოიტანეს ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს. თქვენ პარტიას ხვდა ნომერი წილად 5 ნომერი. ძალიან საინტერესო არის შემდგომ ამაზე ამ ნაციონალურმა მოძრაობამ ატეხა ერთი ამბები და თელი აი რომ მეტყვი ბულინგი წამოვიდა თქვენი პარტიის წინააღმდეგ, რომ ეს არის ფეიკი, ეს გუბაზის ბიჭმა თქვა, ეხლა რომ მამამ როშვილი დაღუპა და სექტანტებთან შეუშვა, იქ პირდაპირ ხო და ის ბავშვი უკვე დაღუპული ბავშვი არის და თუ ვინმე დაღუპა ეს ბავშვი მამამ დაღუპა. ასე მტერი რომ ყავდეს ადამიანს ხო, მამა ასეთი, ეს პირველად ხედავ მე ამ ქვეყანაში ხო. მე შემდგომ იქ ვიღაც ჯოხაზე გამოვიდა ema რაღაცები იჭორავა კიდო და ასე რაღაცა გარკვეული ისენი არის რომ მეტყვი ამ პარტიის წინააღმდეგ განცხადებების კეთება. ანუ რა არის იცი? მე ასე ვფიქრობ. ანუ მათმა დაინახეს ამ პარტიაში რაღაც ისეთი, რომელიც უკვე მათთვის იყო აი მათ უნდა შემოეკლათ განგაში ზარები. და ამ განგაში ზარების საფუძველზე გადმოსულიყვენ იერიშე თქვენ და თქვენ პარტიის წინააღმდეგ. ეხლა მე მინდა საზოგადოებას ის კი გაავრცელესო თითქოს ως ნაციონალურ მოძრაობამო შეფუთე ეს ყველაფერიო და ეს 5 ნომერიო შემდგომ ის თავის პარტია და პარტიის შემადგენლობიდან ნაცების ხელში აღმოჩნდებაო ისევე. ხო, სატელიტური პარტია შექმნესო. ხო, სატელიტური პარტია შექმნესო, იმიტომ რომ ეხლა უმოკლეს ხანში იწყება ამ პარტიის ნაციონალურ მოძრაობის უკვე სამართლებრივი პროცესები რომ გაუქმდეს, ხო? და შესაბამისად ისინი ცდილობენ რომ როგორმე რაღაც გარკვეული საყრდენი პუნქტების შექმნა და მათ შორის გაავრცელეს ეს შორის. რამდენად შეესაბამება ბატონო ხვიჩა ეს ჭორები, რომელიც ჭორებიც ვრცელდება თქვენი პარტიის და თქვენ წინააღმდეგ და რამდენად ესე იგი არის ეს ყველაფერი სიმართლე და
ჩვენ საზოგადოების ინტერესია უკვე ეს ყველაფერი მოხვედრილი, იმიტომ რომ რაც როდესაც უკვე რაღაც გარკვეული სოციალურ ქსელებში იწერება, ტელევიზიებში საუბრობენ მასზე, ანუ აქ ინტერესები არსებობს, ხო? აი მას საკითხთან დაკავშირებით მოკლედ აუხსნათ ჩვენ საზოგადოებას და შემდეგ გადავიდოთ სხვა კითხვებზე. გასაგებია, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი საქართველოს მოსახლეობისთვის სწორად ამეხსნა ის მდგომარეობა პოლიტიკური, რომელიც ამ ეტაპისთვის როგორც ქვეყანაში, ასევე ჩემ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ხდება. მე მინდა აღვნიშნო მთავარი საკითხი, სანამ კონკრეტულად კითხვას პასუხს გავცემდით, ცოტა შესავალს გავაკეთებ. კი ბატონო, კი. მინდა აღვნიშნო, რომ პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო ეს არის ის პოლიტიკური ძალა და ამ პოლიტიკურ ძალაში არიან სწორედ ის ადამიანები გაერთიანებული, რომელსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ. არიან თავიანთი ქვეყნის პატრიოტები და ზუსტად აი ამან გამოიწვია ჩვენსადმი ქვეყნის სიყვარულმა სწორი ნაბიჯების გადადგომ, ნაცმოძრაობის გაბრაზება და იმ ადამიანების, რომელსაც ეს ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ წლების განმავლობაში პირადად მათი გონია და დანარჩენი საზოგადოება მათთვის არ არსებობს. საკმაოდ ბევრი არიან ჩვენ და საუბედუროდ ასეთი ადამიანები. ამიტომ გადავწყვიტეთ პარტიამ ჩვენ რომ სწორი პლატფორმა შეგვექმნა ის პროგრამული ნაწილები, რომლებიც დღეს თვითმმართველობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებას, საგარეო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკას, კანონ პროექტები, რაც ქვეყანას ჭირდება, მთლიანობაში ეცა სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა სწორი, რომელიც იქნება ჩვენ მოსახლეობაზე გორგებული. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და შეხვდა წილისხმის შედეგად საარჩევნო ნომერი, მოგეხსენებათ კოალიციური პარტია არა ვარ და აქედან გამომდინარე ამოვიღეთ მონაწილეობა და მივიღეთ სრული კანონიერების საფუძველზე. გან არის ის ნაცმოძრაობამ და დანარჩენმა იმ ჯგუფებმა, რომელიც ჩვენ გვებძვის, რომ ეს სამართლიანად მივიღეთ ჩვენ, რადგან ნაცმოძრაობამ ვარი განაცხადა, თავიანთი მით უმეტეს ხალხმა აირჩია ის ადამიანები, ვისმა კონკრეტულმა მომრჩეველმა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე, მათ ამომრჩეველსაც არცეს პატივი არ ითქვეს აღმასრულებელ პარლამენტში შესვლაზე. შემდგომ ბოიკოტი გამოუცხადეს თვითმმართველობის არჩევნებს და იმ სამართლიანს არჩევნები, რომლებიც ჩაატარდა ქვეყანაში და ხალხის იმ დიდმა ნაწილმა მისცა ქართულ ოცნებას და ჩემ პარტიას და ასე შემდგომ ყველა მიიღო მონაწილეობა არალეგიტიმურად ცდილობენ რომ წარმოაჩინონ კონკრეტულ გარეთ ძალებთან დახმარებით, მაგრამ ამათმა ეს კარგად იცოდა რომ მეხუთი ნომერი ამ წუთას მათ არ ეკუთვნის და დაკარგავდნენ იმთავითვე იცოდნენ კანონმდებლობით ამ ნომერს, მაგრამ ეხლა ეს არის ბოლო გაბრძოლება, მე ესე ვთვლი. ამათი სულ მარტო ნაცმოძრაობაშიც არ არის პრობლემა, რადგან ესენი დაიშალნენ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის გამო და სხვადასხვა პარტიებში გადაბარდნენ. 35 წელია ერთ და იგივე სახეები მართავენ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და საზოგადოება დაიღალა. ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება როგორც ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ასევე TV+-ის რედაქციას და ტელევიზიას და იმ ადამიანებს, რომლებიც ერთად ცხოვრობთ ამ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ თუ საქართველო გვიყვარს, სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ სიმართლისთვის, რაც ოდითგანვე ქართველ კაცს ახასიათებდა და იმ ტერიტორიულ მთლიანობა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ოკუპირებულია. მაგრამ ჩვენ თუ დღეს სწორად საშინაო მდგომარეობა ვერ დავალაგეთ ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია დუღილი, რომელიც ხელოვნური შექმნილი აქვს, აპირებენ გადატრიალებას, დამხობებს. რა თქმა უნდა, კანონდარღვევა, იურისტი ვარ, როგორ შეიძლება მშვიდობიანი, როგორ შეიძლება მცემო. ეს არის კანონდარღვევა, რა თქმა უნდა. და მე თავიდანვე ვფიქრობდი, აი გულანთებული, როდესაც შემოვედი პოლიტიკაში, შევრიგდეთ ამათან ეს საუბარი არ შეიძლება, რადგან ამ ადამიანებს არ აინტერესებს დანარჩენი საზოგადოება. ეს არის ჩვენი უდიდესობა ქართველი ერი. ამიტომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენ კონსტიტუციას, ვემსახურებით ჩვენ საქართველოს, ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას. ბატონო, ჩაგეკითხებით და შეძლო გააგზავნეთ. ძალიან თქოთ, ეხლა ეს ჩაულებრივი ეს დიალოგი არის და ამიტომ ამ ჩაკითხებიდან გამომდინარე უფრო მეტი მინდა რომ გაიგოს საზოგადოებამ და მეტი უთხრათ საზოგადოებას. ეხლა თქვენ ახსენეთ და ჩვენს მოსახლეობას პირდაპირ უთხარით, რომ ეს ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს ისევ და ისევ ბოგინებს ამ პოლიტიკურ ველზე, სამართლებრივად უნდა იყოს
ისინი დასჯილები, ხო? რამდენად ეხლა თქვენ მიიღებთ მონაწილეობას და დასვამთ საკითხს შესაბამისად, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით და საზოგადოება მოგცემთ ხმას, შეხედავს ახალი ძალა, რომელიც მოდის უკვე ეროვნული ძალა, ის თაობა, ის ადამიანები, ის ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გადაიბარონ ეს ქვეყანაც, მოვა დრო გაცვლა, სულ ერთ პარტია ხوارით ემას ხელისუფლებაში, ხო? და მაგრამ თქვენ რამდენად მიგაჩნიათ სწორად და რამდენად არის სამართლებრივი ის რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს ისევ და ისევ ბოგინეს პოლიტიკურ ველზე არის ეს მისაღები ან თქვენი პარტიისთვის ან საზოგადოებისთვის და რამდენად აუცილებელი არის მათი სასწრაფო წესით სამართლებრივი კუთხით გასამართლება და პარტია რომელი პარტიაც არის დღეს და აქვთ მაგათ საყრდენა პუნქტად რომ ეს პარტია უნდა გაუქმდეს ამდენად ეს თქვენთვის მისაღები არის და საერთოდ როგორ ხედავთ ამას ყველაფერს ბატონო ტესა პირველ რიგში აღნიშნავთ იმ საკითხს როდესაც პოლიტიკაში ხარ პოლიტიკოსი უნდა იყოს გონიერი და ბრძენი რადგან შენ ქვეყანამ რომელმაც განდო შენ ეს ყველაფერი ხარ აღმასრულებელი ორგანოს დეპუტატი პრეზიდენტი პრემიერი და ხარ ხელისუფლებაში შენ ვალდებული ხარ ემსახურო ხალხს სამწუხაროდ იმ წლების განმავლობაში რომელიც ნაცმოძრაობა იყო ქვეყნის ხელისუფლებაში და მართავდა თავის პარტიით ქვეყანას ძალიან ბევრი შეცდომები მოხდა სამართლებრივი კუთხით. არათუ შეცდომები, დანაშაულებები. აქედან გამომდინარე, ბევრი საკითხი კიდე და ადამიანები კიდე დარჩა დაუჟელი და ჩემის აზრით ამან გამოიწვია დღეს კიდე ამათი რადგან ხელისუფლებამ მოქმედმა იფიქრა რომ მოდი შევრიგდეთ კიდე რაღაც ახალი ქვეყანა ერთად გავერთიანდეთ ამათთან მე მინდა ხმამაღლა ავნიშნო. დიახ. არა მარტო ნაცმოძრაობასთან, არა მარტო მნიშვნელობა არ აქვს ეს ვინ იქნება ჩვენ ქვეყანაში. დიახ. ის რომელიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის, ემსახურება სხვა ქვეყნის აგენტურას, ის არის ჩვენი ქვეყნის მოღალატე. ის არასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც მას აკისრია ამ ქვეყანაში. ის უნდა დაისაჯოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში ნაცმოძრაობა იყო ჩვენს ქვეყანაში და ცდილობდა რომ შეენარჩუნებინა ის რეჟიმი, რაც არ იყო ჩვენი ერის მოთხოვნა და დღესაც ცდილობს რომ ისევ შეურაცხყოფოს ქვეყანა დაამციროს ადამიანები მე დაამცირებულად ვგრძნობ თავს ამან მაიძულა მე რო შევექმნა პოლიტიკური ორგანიზაცია რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პოლიტიკური ვერი გამეწმინდა და მეც მადლობა უთხრა და ჩემ გუნდს რომელმაც ჩვენ დავიწყეთ ამ ნაბიჯების გადადგმა და მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ სამართლებრივად ეს ჩემი პარტია იქნება ნაცმოძრაობა იქნება თუ ქართულოს ამას მნიშვნელობა არ აქვს რომელიც ჩაიდენს იმ დანაშაულს რაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ხდებოდა ქვეყანაში გვაცილოს რა ღმერთმა გვაცილოს რა თქმა უნდა პარტიას არა მარტო პარტიას და მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის პარტია შეიძლება შეჩერდეს მაგრამ ამათმა ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები შექმნეს სხვადასხვა NGO-ები შექმნეს და მაინც არიან პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა ეკზალოს პიროვნებებს უნდა ეკზალოს პოლიტიკაში მოსვლა. სხვანაირად არ გამოვა ამათთან ურთიერთობა. ამიტომ მე მჯერა რომ სამართალი იზეიმებს, მე მჯერა რომ კანონმდებლობით ეს ყველაფერი თავის დროზე იქნება შესრულებული, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, მაგრამ ამასაც დავამატებ, ისე არ მინდა გამომივიდეს რომ ცალმხრივ ვიყო და მინდა რომ ოპოზიციური პარტია ვარ, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ სუფთა ხელებით მოსული ვარ ჩემ გუნდთან ერთად, არავისთან კონსტრუქციულად არც ვაპირებ და არც ვიმყოფებით, მაგრამ ის სიკეთეები, რაც ქართულ ოცნებამ გააკეთა იმ წლების განმავლობაში, არავინ არ უკარგავს, მაგრამ ჩვენი პარტიის მიზანი არის ხელი შეუწყოს ქვეყნის აღმშენებლობას, თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და ბარიერი გადავლახოთ და შემოვიერთოთ საზოგადოების ის ღირსეული ადამიანები, რომლებსაც თავის ქვეყანა უყვარს. აქედან გამომდინარე, მე პირადად, როდესაც ეხლაც ამას ვაკეთებდით გუშინაც, დღესაც, მაგრამ ხვალ როდესაც თუ მე მომეცემა საშუალება და ჩემი ამორჩეველი, ჩემ პარტიის ხმებს მიიტანს და გააფერადებს ხუთს საარჩევნო ურნებთან, ჩვენ პირდებით მათ, რომ საკრებულოებში ვერც ნაცმოძრაობა, ვერც ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა არ უყვარს, ვერ გაბედავენ ხმამაღლა საუბარს და ვერც გაჩერებას იქიდან გამომდინარე, რამდენადაც მე მათ ადგილს ვერ ვხედავ პოლიტიკაში. მე მზადა ვარ რომ ვეთანამშრომლო ნებისმიერ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ქვეყანა უყვარს, მაგრამ
ვისაც ჩემი სამშობლო არ უყვარს, რა თქმა უნდა, მათთან ვერ ეხლა ნახეთ თქვენ ბრძანეთ რომ ზადავარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ადამიანებს, ვისაც ჩემი სამშობლო უყვარს. ნუ ახლა ნაციონალური მოძრაობა გამოდის და აცხადებს, რომ ჩვენზე უკეთესად ეს ქვეყანა არავის არ უყვარსო. ამას იძახიან. კი ბატონო. ფუთავენ თავიანთ დანაშაულს ამ ლოზუნგებით, ხო? ფუთავენ თავიანთ დანაშაულებს სხვადასხვა განცხადებებით და აბრალებენ სხვებს ყველაფერს, ხო? ანუ თქვენ დღეს ზათახართ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ, ანუ ქართულმა ოცნებამ, რომელმა ქართულმა ოცნებამ თავის ძორზე და მათაც დაუშვა შეცდომა, მოდი პირდაპირ თქვა, კოჰაბიტაცია, რომელიც იყო ეს კოჰაბიტაციას იყო დასალური, რომელიც შემოგდებული ხაფანგი რესპუბლიკელების მხრიდან და თლიანობაში რაც მოგვიტანა და რა დღეს ჩააგდო ქართული ოცნება, ფაქტის აღეზია, ხო? და ამ კოჰაბიტაციამ ძალიან ბევრი ამომრჩეველი დააკარგინა ქართულ ოცნებას. ანუ თქვენ დღეს თქვენი პარტია და თქვენი გუნდი და თქვენი ამომრჩეველი სრულად უჭერთ მხარს ქართულ ოცნებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საკითხების იქნა განხილული და დაპირებები იქნა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილიდან საზოგადოების მიმართ, რომ ისინი დაეწყებენ სამართლებრივად აი ამ პარტიის გაუქმებას და იმ პიროვნებების დაგვიანებელია ამდეხანაც უნდა იქ. ხო, აგზალვას და ფაქტიურად მათი პოლიტიკური ველიდან განდენვას. თქვენ ამაში უდგეხართ ქართულ ოცნებას გვერდით და ხართ მზად იმისათვის, რომ ერთობლივად აწარმოოთ ეს ბრძოლები სწორედ ასეთი მსგავსი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა. და მე მინდა სწორად გაიგოს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ როდესაც რა თქმა უნდა მე თქვენ გიცნობთ და უდიდეს პატივს ვცემთ ბატონოთისთან, რასაც გულისხმობ, მე მინდა ახლა ამ ეტაპისთვის ჩემი ნათქვამი სიტყვებით ამ მოსახლეობას უთხრა. ნაცმოძრაობაში ჩვენ არ გულისხმობ რიგით სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომელსაც შეცდომაში იქნა შეყვანილი. ისინი ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. მე როდესაც საუბრობ, რომ მე ვითანამშრომლებ, მე იმ ჩემ საუკეთესო ნაწილზე გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში შევიდა, მათთან თანამშრომლობას რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას არ ეხება და იმ ლიდერებს, რომლებმაც სამწუხაროდ ამ ქვეყანას კინაღამ წირვა გამოუყვანეს. აქედან გამომდინარე, მე სრულად უჭერ მხარს იმ გაჭირვალობის კანონს, ევროპასთან ზედმეტ დაკაკუნებებს და ბრძანებებს, რომლებიც ჩვენ გვართმევს სიამაყეს, თავისუფლებას და მონობის ფორმატში გადავდიოდით თვეების და წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ის რასაც ჩემ ქვეყნისთვის კეთდება და მე ამას ნათლად ვხედავ, რა თქმა უნდა, იქ უჭერ მხარს, გარდა მაგისა მე ახლა ურთიერთობა მაქვს სოფლის მომავლობის სამინისტროსთან, საქართველოს მოქმედ პარლამენტის დეპუტატ მე თანამშრომლობ სახელმწიფოსთან და იმ სახელმწიფოსთან არსებული პარტია, რომელიც დღეს არსებობს ქართული ოცნება, იმ კურს, იმ პროგრამულ ნაწილებში, რომლებიც ეხლა ახორციელებს პლუს სამართლებრივად ნაცმოძრაობის კუთხით, მე მხარს ვუჭერ, რა თქმა უნდა. მაგრამ ცუდია რომ აი ქვეყანაში აი ეს დაპირისპირებას წინა საარჩევნოთ, რადგან ამომრჩეველი იბნებენ, შეგნებულად ხდება ეს ყველაფერი. რამოდენიმე პოლიტიკური ძალა სულ ცდილობს რომ იყვენ. ამიტომ სასწრაფოდ გასაწმენდია ეგველი, რომ დაისვენოს ქვეყანამ, დაისვენოს ამომრჩეველობა და ერთხელ და სამუდამოდ ვიცხოვროთ ადამიანურად. აი ეგ არის ჩვენი ორგანიზაცია. ბატონო ხუჭა, ძალიან კარგი თქვენ რომ ასეთ კარგად რომ დღეს ჩვენ მიგავთ საზოგადოებასაც თქვენი წინასაარჩევნო გეგმების და შესაბამისად თქვენი პროგრამული გეგმების. ნუ ახლა სრულად ჩვენ ვერ ვისაუბრებთ აქედან თქვენი პარტიის პროგრამულ გეგმებზე, მაგრამ ზოგადად საზოგადოებას მაინც უნდა უთხრათ და იცოდეს. თქვენ ახლა ახალი პარტია. ახლა შემოდიხართ პოლიტიკურ ველზე. ანუ ახლა თქვენ უკვე ბრძოლის ველს შეაბიჯეთ და ბრძოლის ველზე გადიხართ. მოგიწევთ ძალიან რთული ის რომ ვიტყვი, აი ბრძოლები და ეს ვიცი მე დარწმუნებული ვარ, რადგან ამ ქვეყანაში არის ისეთი ძალები და ისეთი სერიოზული რომ ვიტყვი, არაქართული ძალები დაფინანსებული, საკმაოდ დიდი ფინანსები გააჩნიათ, ეს თქვენც კარგად იცით, მეც კარგად ვიცით და მათთან ჭიდაობა გაგირთულდება თქვენ. გაგირთულდებათ, მაგრამ შესაბამისად, როდესაც უკვე ორიენტირებული ხართ თქვენ ქართულ ეროვნულ ტრადიციულ მიმართულებით, ხო? ხალხი საზოგადოება დღეს და საზოგადოებას დღეს აი ინტერესი დაკარგა საზოგადოებამ დღეს პოლიტიკური პარტიებთან მიმართებაში, რადგან არც ერთი პოლიტიკური პარტია დღეს არ ამბობს და არ აყენებს იმ საკითხებს, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი, ხო? ანუ ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ქართული ეკლესიის დაცვა, ჩვენი ოჯახური სიწმინდეები, დაცლის სოფლები, დემოგრაფიული პრობლემები ამ ქვეყანაში, მასიური რომ მეტყვი, აი ეს
შემოტანილი რაღაც მახინჯი კანონი, რომლის კანონის საფუძველზე მამაკაცების 70% ოჯახური ძალადობით გაუშვეს ციხეებში. ეს რატომ? ეს იმიტომ რომ დემოგრაფიული ფონი შემცირებული იყო ამ ქვეყანაში, ხო? თქვენ როგორი მიდგომები გექნებათ აი ეს სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით და როგორ თქვენ ეს დაანახებთ საზოგადოებას აი ამ პრობლემების აღმოფხვრას? დიახ, ჩვენი პარტიის ძირითადი პროგრამის ნაწილი არის მოგეხსენებათ თვითმმართველობის არჩევნებია. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება. აუცილებლად დაცლილია სოფლები და უნდა დაბრუნდეს მოსახლეობა. უნდა მოხდეს ამ მოსახლეობის სწორი აღწერა, დახმარება, საწარმოების გახსნა, გადასამუშავებელი საწარმოების, ადგილზე გეხის დამაგრება და მათზე მორგებული სხვადასხვა პროგრამების გაკეთება და აუცილებელია ვფიქრობთ სამომავლოდ შეიქმნას ისეთი ფონდი, სადაც ამ თანხების მობილიზება მოხდება, რამდენადაც სახელმწიფოს ჭირდება ამ კუთხით ინვესტიციები, ჭირდება კოოპერატივების განვითარება, ჭირდება სხვადასხვა ის სიღრმეში სამეწარმოო საქმიანობების განვითარება, რომელიც ქვეყანას გამოადგება. გარდა ამისა, აუცილებელია კანონ პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო გააიოლებს და მეტად ამოასუნთქებს ჩვენ მოსახლეობას სხვადასხვა იმ მუხლების მიხედვით კანონში არ ჩაღმავდები, რომელიც ამ ეტაპისთვის ძალიან დიდი თემა ის კოოპერატივების თემა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრს შრომობს ჩვენი პარტიის გუნდი. აქედან გამომდინარე ყველაზე მთავარი არის მიგრაცია, გამოიწვიეს უბრალოდ ამ სოფლის დაცლობამ. ეს ხალხი დასაბრუნებელია. ჩვენ გვჭირდება დემოგრაფიული მდგომარეობა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. რჩებით უმცირესობაში. აქედან გამომდინარე დღეს კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტიის ძირითადი მიზანია მოსახლეობასთან თითოეულ ოჯახში მისვლა, თითოეულ ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ მათთან ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ეს პარტია არ ეკუთვნის ისაკი გიორგაძეს, არ ეკუთვნის მის გუნდს. ეს პარტია არის საქართველოს იმ მოსახლეობის, რომლებიც იდეაში, იდეოლოგიაში ჩვენ გამოყვებიან. არ არსებობს ასეთ პოლიტიკურ ძალაში ყოველგვარ არც იდეა, არც იდეოლოგია, მიზანი. არავინ არაფერს არ საუბრობს ქვეყნის განვითარებაზე. პირიქით, ერთმანეთის შეურაცხყოფებად იქცა პიარი, ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ და აი დღის განმავლობაში კვირაობის, თვეობის წლები თაობები დაბერდა. 52 წელს გავხდი და ამ ყველაფერმა დამღალა როგორც მე, ასევე დანარჩენი საზოგადოების ნაწილი. მაგრამ დადგა დრო, რომ აი ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ჩვენმა იმ ადამიანებთან ერთად მე მჯერა რომ ხვამაღალ სიტყვის, მე მჯერა რომ ჩვენი ამომრჩეველი სწორად დაიწყებს ჩვენთან ერთად შენებას ამ პარტიის და ყველა იმ როგორც საშინაო კურსი ქვეყნის, ასევე საგარეო კურსი იქნება არა გარედან შემოტანილი იმ ჩვენთვის მიუღებელი საკითხების, არამედ ქვეყნის შიგნით გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, პარტია გლობალურად ხედავს სოფლიოში რა ხდება, კარგად გვესმის აღნიშნული მდგომარეობა, ჩვენ ამ დედამიწის ნაწილი ვართ, ვერ გავექცევით, მაგრამ უპირველესად ჩვენ იმ ტრადიციული ქვეყნის შვილები ვართ და საუკუნეები მოვდივართ და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავი მართოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ქვეყანას ვეპატრონოთ. ამიტომ ჩვენი მტერი არის ის, ვის ჩვენი ქვეყანა არ უყვარს. ეს ქართველი იქნება, არაქართველი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ ჩვენ პროგრამის ნაწილში აუცილებელია იმ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, იმ იურიდიულ განყოფილებასთან ერთად ბევრი ახალგაზრდები მინდა გავაერთიანოთ. გვინდა რომ მათ ჩაუტარდეს სწორი ტრეინინგები, მოხდეს გადამზადება, არ არის პროფესიული სასწავლებლების სწორად, არის სწავლება ის საკითხები განათლების სფეროში, არის სხვა საკითხები, რომლებიც გადმონაშთია და წლების განმავლობაში ქვეყანაში არის პრობლემები. ამიტომ დღეს ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქვემოდან ზემოთ პოლიტიკა უნდა იყოს, ქვემოდან უნდა იწყებოდეს ლეხის გასაჭირი, ფერმერის გასაჭირი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება სწრაფად უნდა რეაგირებდეს. დამოუკიდებელი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი თემის სტატუსი სოფელი არ არსებობს როგორც სტატუსით. უფუნქციოა სოფლის წუნებული. აქედან გამომდინარე დღეს ქვეყანას არ ჭირდება ეს დაპირისპირებები, ეს დაღუპავს ქვეყანას. ამიტომ მე მეუწოდებ იმ ძალებს, რომლებსაც უყვარს ეს ქვეყანა, შემოგვიერთდეს და ერთობლივად პროგრამა უკეთესად გავმართოთ, უკეთესად დავწეროთ ხვალდაზეგ და აღნიშნული საკითხები, რომლებიც დღეს ასე მწვავად უდგას ჩვენ ქვეყანას, ერთობლივად ვაშენოთ. მე მაინც უნდა ჩაგეკითხოთ ბატონო ხვიჩა და ბატონო ისაკ, ახლა მაბადია ძვირფასო ტელემაყურებელო, ბატონო ისაკს ქვია მეორე სახელი ხვიჩა. ეს არის შინაურების, მეგობრების იგლივ სახელი და ამიტომ ხანდახან მიწევს
ბატონ ისაკთან ხვიჩა სახელის თქმა. მაინც უნდა ჩაგეკითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს აუცილებელიც არის და მე ასე ვფიქრობ, ხო? ყოველ დღე და ღამე უნდა ესმოდეს და უნდა ესმოდეს ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ქვეყნის მოქალაქეებს და ყველა ადამიანს, ვინც კი დღეს დაიარება ამ ქვეყანაში, როგორ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორ გესმით ეს თქვენ? რაღაცნაირად რა არის, იცი, ხანდახან თუ გააჟღერებენ ტელევიზიებში, რომ აი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ტერიტორიული ხანდახან არ მიდის ამაზე, აი მასიურად და არ მიდის ყოველდღიურად აი ინფორმაციები საზოგადოებამდე და რაღაც მივიწყებისკენ მიდის ეს ყველაფერი. თქვენ როგორ მიგაჩნიათ და როგორ ესე იგი წარმოგიდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? პირველ რიგში, როდესაც საქართველოს განვითარებაზე საუბრობს ადამიანი, ის ვაჟკაცი უნდა იყოს და მებრძოლი. დიახ. რომ ამის თქმის და გაკეთების უნარი შესწევდეს. რა თქმა უნდა, ჩემ პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო ქვია, ეს შემთხვევით არ ქვია იმის გამო, რომ ჩვენ გაერთიანებულ საქართველოში უნდა იცხოვროს ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა მომავალმა და ესე უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოგეხსენებათ ოკუპირებული გვაქვს რუსეთიდან ტერიტორიები და წლების განმავლობაში ერთ და იგივე საკითხებია, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა წაგვართვა და გასაგებია, გავიგეთ. მაგრამ ეს როგორ უნდა დასრულდეს? ამაზე არავინ არ საუბრობს. ეს გვინდა, ეს დავაკონკრეტოთ და უთხრათ საზოგადოებას. რატომ ისე ბაბადიეთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას ეშინია ამის თქმა. ეშინია, იმიტომ რომ აგერ ჩასაფრებული არიან ეს მტრები, რომლებმაც დაგვაკარგინეს ეს ტერიტორიები, ნაცსექტანტები და შემდგომ დაგიძახებენ, აი შენო პრორუსი ხარო, გაიგე, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, თქვენ არ უნდა შეგეშინდეს, ეს დაუკონკრეტოთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ორგანიზაციამ წავედით აფხაზეთთან, გალთან კოოპერატივი შევქმნით, რომ მეტი გაერთიანება ყოფილიყო, იქ აფხაზიც ყოფილიყო, ქართველიც ყოფილიყო და ის ურთიერთობები, რაც წლების განმავლობაში ადრე არსებობდა, აღდგენილი ყოფილიყო. დიალოგის გარეშე თუ არ შეიქმნა კომისია აქ, არ ჩამოყალიბდა საზოგადოების აზრი ის, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო და აუცილებელი ის პრიორიტეტები, რომლებიც დღეს ქვეყანას ამ ტერიტორიების დაკარგვასთან გარშემო არის დამდგარი, ეგ საკითხები უნდა შეიქმნას კომისია და უნდა იყოს დიალოგი. მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიალოგზე არ დაგთანხმდება, იქ თუ ჩახვალ გამყიდველი ან თუ ესტუმრები, მე მინდა აღვნიშნო. მოდი ეს გააკეთდეს. ღიად გამჭვირვალეთ და საზოგადოებამ დაინახოს ის ხალხი გაგვესაუბრება თუ არა. ნაბიჯი ამ კუთხით არავინ არც გადადგმულა და არც არავინ ფიქრობს ეშინიათ. აქედან გამომდინარე, ჩემი პარტიის პირდაპირ ვიტყვი, რომ პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო მზად არის ამ დიალოგისთვის. პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო მზად არის აზერბაიჯანთან დიალოგისთვის, რუსეთთან დიალოგისთვის, ყველა იმ მეზობელთან და მსოფლიოსთან. სადაც ჩემი ქვეყნის ბედი წყდება და თუ კი ჩვენ შეგვიძლია იქ დიალოგით ომის გარეშე, აი მოგეხსენებათ, ახლა უკრაინაში ხდება და სადაც ომები, აი რატომ უნდა მოგვიკვდეს ჩვენი ქართველი ადამიანი იარაღით ბრძოლის ველზე უაზროთ? თუ კი იქ დიალოგმა შეიძლება პოლიტიკოსი რატომ ხარ ჭკვიანი? ეს იმას ანიშნავს, რომ ქართველი ხალხი ვაჟკაცი ვართ და ბრძოლის გვეშინია, მაგრამ არსებობს სიტყვა, ჯერ იყოს სიტყვა და შემდეგ ამიტომ სიტყვის ფასი, რომელიც დღეს ყველაზე მთავარია და ამ ეტაპისთვის ამას არავინ ამ სიტყვას არ აფასებს, სიტყვიდან უნდა დაიწყოს დიალოგი, უნდა შედგეს აუცილებლად და ამის შემდგომ მოხდება დანარჩენი პრიორიტეტების დასახვა და შემდგომ პოლიტიკა ამას ჭირდება ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი პირველი ნაწილის დრო იწურება, ძალიან საინტერესო საუბარი ქონდა თქვენ და ძალიან საინტერესო პროგრამები უთხარით. ეხლა თქვენ სრულად არ წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ დროში ვართ შეზღუდულები, რაღაც მეორე ბლოკში ჩვენ სტუმარი გვყავს ისევე და ამიტომ ეს თქვენ სწორად უთხარით საზოგადოებას და მეც დაგეთანხმებით, რომ დიალოგის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამიტომ ჩვენ დიალოგის არ უნდა შეგვეშინდეს და მე პირველად მესმის ახლა პარტიიდან, რომელმა პარტიამაც თქვა ის, რომ ჩვენ დიალოგით უნდა დავიწყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ჩვენი გაერთიანებული საქართველოს პარტიის თავმჯდომარე ბატონი ისაკ გიორგაძე. უსურვოთ მას წარმატებები, გამარჯვება და გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ჩვენ გაერთიანებული საქართველოს ნომერი 5-ით. დიდი მადლობა, რომ გიყურებთ, კარგად ვანდებოდეთ და ჩვენ მეორე ბლოკში გადავართ. მადლობა ბატონო ისაკ, მობრძანებისათვის. მადლობა, ნახვამდის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება ჩვენი გადაცემა. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის
ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე, პოლკოვნიკი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და ჩვენი გაერთიანებული საქართველოს შტაბის უფროსი, რომელიც დღეს ჩართული ამ პროცესებში და მთლიანობაში მართავს იმ სიტუაციებს, იმ მდგომარეობებს, რაც პარტიის ირგვლივ არის და რაც პარტიისთვის არის გათვალისწინებული. მობრძანეთ ბატონო კოტე, თხოვთ, დაიგავოთ თქვენი ადგილი. მოგესალმებით. დაბრძანეთ. მადლობთ რომ გვესტუმრეთ ბატონო კოტე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობთ რომ ღებულობთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში, დღევანდელ აი ამ პოლიტიკურ პროცესებში. ბატონო კოტე, თქვენ ბრძანდებით პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოს შტაბის უფროსი. დიახ. ფაქტიურად შტაბის უფროსია ყველაფერი რა, აბსოლუტურად. ეხლა თქვენ ძალოვნების წარმომადგენელი ხართ და მე ძალოვნების წარმომადგენელი ვარ და ვიცით რას ნიშნავს შტაბის უფროსობა და მასზე დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობა და მისი პასუხისმგებლობა. შტაბის უფროსია მთელი სული და გული იმ პროცესების, რომელი პროცესების უნდა მართოს მან არათუ მარტო პოლიტიკურ ველზე, სამხედრო ოპერაციებშიდაც. ხო? და მით უმეტეს თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ამისი და გაქვთ მონაწილეობა მიღებული არაერთ პროცესებში, სადაც თქვენ წარმატებული ყავით, თქვენი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ბატონო კოტე. დიახ. რა მდგომარეობა არის დღეს? აი, მოდი თქვენ იმ პარტიაზე ვისაუბროთ, თქვენ პარტიის შტაბის უფროსი ბრძანდებით თქვენ. აი, რა მდგომარეობა გაქვთ დღეს და როგორ მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანია თქვენს პარტიიდან და როგორ მიგაჩნიათ შემდგომი, ესე იგი, მოქმედებები? მე დროებით შეწყვეტილი მაქვს საექსპერტო მოღვაწეობა ბატონ დრისთან. დიახ. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არის ძალზე და რთული და ამ სირთულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდი ჩვენს მეგობრებს იმ გამოცდილებით, იმ ცოდნით, რაც წლების განმავლობაში იქნა დაგროვებული ჩვენს მიერ და ჩემი გუნდის მიერ. ეს არის საკმაოდ სერიოზული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს დღეს ამ პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვათ, საყრდენს, პოლიტიკური ძალის საყრდენს, გარდა იმისა, რა რესურსიც ჰქონდა თვითონ პარტიას, მისი, ასე ვთქვათ, პოლიტსაბჭო და ასე შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ უფრო მეტად და ფაქტიურად შევედით ბრძოლაში, რომელსაც ქვია ბრძოლა, კომპრომისო ბრძოლა. კომპრომისო ბრძოლა იმ ასე ვთქვათ, არასამართლიან გარემოსთან, კომპრომისო ბრძოლა იმ სიტუაციასთანაც დღეს ქვეყანაში არსებობს და მე ვიცი თქვენი პოზიციაც და ვიცი თქვენც იცით ჩემი პოზიციაც, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც ქართული პოლიტიკური სივრცე, პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს იმ ასე ვთქვათ აგენტურული აპარატისაგან, უნდა გაიწმინდოს იმ საცეცებისაგან, რაც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნებმა მართონ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში. თავარი ამოცანა დღესდღეობით ყველა პოლიტიკური ძალისათვის, მათ შორის არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა იმ პოლიტიკური ძალისათვის, ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინც არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, უნდა გახდეს ეს მიზანი, იმიტომ რომ საქართველო არის გასანთავისუფლებელი აი ამ დიქტატისაგან, რაც მომდინარეობს მათი გავლენიანი აგენტურის საქმიანობით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რაც უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყანას და ატარებს ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში ძირგაუნთხელი საქმიანობის ნიშნებს. აი ეს იყო мотивация, სწორედ აი ამ მოძრაობაში, აი ამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ახალ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ახალი ასე ვთქვათ, სახეების ახალი და ზოგიერთი ახლა ცნობადი სახე ნამდვილად არის ჩვენ შორის. ცნობადი სახეები ზუსტად თავიანთი პროფესიების მიხედვით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის პროფესიონალთა გუნდი. აქ არიან ყოფილი ძალოვნები, სხვათა შორის დაზვერვის, კონდაზვერვის, თავდაცვის სამინისტროს, სხვადასხვა მიმართულების
ოფიცრები, თადარიგის ოფიცრები, რომლებიც წლების განმავლობაში არც პოლიტიკურ სუბიექტთან არ ყოფილან, ისინი ეწეოდნენ დამოუკიდებელ საექსპერტო მოღვაწეობას და აკეთებდნენ თავიანთ საქმეს მაღალ პროფესიულ დონეზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთების დრო დადგა ქართულ პოლიტიკაში და დღესდღეობით იმიტომ შემოვედით და იმიტომ დაუდექით აი ამ სუბთა ადამიანებს მე მინდა ვთქვა ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ ჩვენ დიდხანს გქონდა ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობდით, გქონდა იმის საშუალებაც, რომ ერთმანეთი, ასე ვთქვათ, უფრო უკეთესად გაგვეცნო, წარმოდგენა გქონოდა ჩვენ წარსულზე და გქონოდა დაახლოებით ერთნაირი ხედვები და სწორედ ამან განაპირობა ზუსტად ეს. ახლა რა სიტუაციაა დღეს, მოდით პარტიის ირგვლივ იმაზე ვისაუბროთ. უშუალოდ საარჩევნო, ეხლა პარტიის ირგვლივ თავმჯდომარე მისაუბრა. აი პროცესები როგორ მიმდინარეობს დღეს საარჩევნო პროცესები, აი პარტიის საარჩევნო გარემო როგორია? საარჩევნო გარემო დღესდღეობით არის თუ არა ხელისშემშლელი პირობები? არა, ჩვენ ამ ხრივ ხელისშემშლელი პირობები ნამდვილად არ როგორ. ერთადერთი ხელისშემშლელი პირობა ჩვენთვის არის ფინანსური, ასე ვთქვათ, მწირი რესურსი. რა თქმა უნდა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, კომპანია საარჩევნო კამპანია წარმართოთ სათანადო ჯეროვან, ასე ვთქვათ, მაგრამ გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, დამუშავებული სქემები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაპირებთ გარკვეული ხმების მობილიზაციას. ეხლა ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც კი გამოდის, ფიქრობს, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ამას ვიზამთ, ჩვენ იმას ვიზამთ. არა, ჩვენ ვფიქრობთ ამ ეტაპზე პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრებას და შემდგომში უფრო მძლავრი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება მთავარი იდეოლოგიური ღერძი. მთავარი იდეოლოგიური ღერძი იქნება მემარცხენე ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა, ხალხზე ორიენტირებული და რომელიც დასვავს იმ საკითხებს მომავალში, რომელიც იქნება აქტუალური, ანუ ფაქტიურად ჩვენ კარგად აგვაქვს შესწავლილი მთელი ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, კარგად აგვაქვს შესწავლილი საარჩევნო გარემოს გამსაზღვრელი, ასე ვთქვათ, ფაქტორები და ვიცით, სად არის პრობლემატიკა და ჩვენ აუცილებლად ამ პრობლემურ საკითხებს შემდგომში, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც საკმაოდ მძლავრად ვიქნებით აი ამ მიმართულებით მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი საარჩევნო პირობები, რომ შესაძლებელი იყოს ნორმალური საარჩევნო, ასე ვთქვათ, გარემოს შექმნა და ნორმალური სამართლიანი არჩევნების ჩატარება. და ძირითადი, ასე ვთქვათ, ფოკუსი გაკეთებული იქნება საპარლამენტო არჩევნების მხარეს და ჩვენ მანამდე გვექნება საკმაოდ დრო, ალბათ ეს არჩევნები ჩატარდება ზუსტად იმ ვადებში, რა ვადებშიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი, მე ვფიქრობ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ძალა უფრო ცნობადი გახდეს, ხლა ცნობადია მინდა ვთქვა და უფრო, ასე ვთქვათ, საინტერესო პოლიტიკური ძალა გახდეს ქვეყანაში, ხო? ეს მოდის თავდაუხრელი შრომით, ყოველდღიური შრომით, პროფესიონალიზმით და მთავარი საკადრო პოლიტიკა, რომელიც ახლა ჩვენ ვაწარმოებთ წინა საარჩევნო პერიოდში, ეს გაყვება პარტიას მთლიანად, ალბათ იქნება პროფესიონალიზმი და პროფესიონალი კადრების, ასე ვთქვათ, ჩართვა პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს იქნება უმთავრესი ამოცანა დღესდღეობით პოლიტიკური ძალისათვის. ჩვენ შეტანილი გვაქვს 38 მონაწილეობას ღებულობთ 30 არ შემეშალოს ზუსტად ახლა ეგეთქვით 10 რაიონი თბილისი და 21 რაიონი რაიონებში პარტიული სიები ჩვენ უარი ვთქვით, თითქმის უარი ვთქვით. ანუ 29 თქვენ ქალაქებში შეტანილი გაქვს ის. კი ბატონო. ეს დიდი მიღწევა არის ბატონო. ახლაც შეფრთხილ პარტიაზე. მერობის კანდიდატი და დანარჩენ ოლქებში ყავს მაჟორიტარი კანდიდატებიც, რაიონებში მე ვფიქრობ, მაგრამ თბილისის მასშტაბით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშავეთ მხოლოდ პარტიული მიმართულებით, ანუ პარტიულ ხმებზე, იმისათვის, რომ მოვაგროვოთ ის მცირედი რესურსი, რომ დავიმკვიდროთ თავი და შევინარჩუნოთ
შევინარჩუნოთ ასე ვთქვათ ის ვითარება და ის რაც ალქამდე პარტიამ მიაღწია, ხო, ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ხო? მე ვფიქრობ, ეხლა ადგილებზე მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული მუშაობა. ეს შუქდება ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით, ამის მწირი რესურსებიდან გამომდინარე, უშუალოდ მიმდინარეობს კარდაკარ ჩვენი ასე ვთქვათ პროგრამის პრიორიტეტების გაცნობა ამორჩევლებისადმი დღესდღეობით და ნახოთ რა შედეგი დადგება შესაბამისად. ანუ მე ვფიქრობ, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ის რაც იქნება ამ ეტაპზე მიღწეული, ანუ ის ხმები, რა ხმებისაც მიიღებს პარტია დღესდღეობით, აი ამ ხმებით, აი ამ ხარდამჭერების ასე ვთქვათ საძირკველზე აშენდება შემდგომში პარტია. ახლა რა მინდა შეგეკითხოთ ბატონო გოდე, თქვენ კარგად მოგიხსენებათ და ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები აქ ჩემთან ეთერში ისედაც საზოგადოებამ დაკარგა უკვე ნდობა აღარ აქვს აღარც ერთი პოლიტიკური პარტიების. აი ამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მდგომარეობაც შექმნა სწორედ ოპოზიციურმა ფლანგმა პოლიტიკურ ველზე. ანუ ისინი გადასული არიან ძალადობრივ ქმედებებზე. ფაქტიურად მთელი პოლიტიკური ეს ფლანგი, ოპოზიციური ფლანგი. ისინი ანონსებენ და ყოველთვის გამოდიან და რაღაც გადატრიალებებს, ვიღაცას რაღაც დაპირისპირებებს, გადასული არიან კონკრეტულ პიროვნებებზე, ლანძღვა გინებით და შესაბამისად ხელისუფლებასთან მიმართებაში კატეგორიულები არიან და ხელისუფლებას მოკლედ ხან გამოდიან ოჯახებს უწყებლიან, ხან რა ვიცი აგინებენ, ყველაფერს კადრულობენ აბსოლუტურად და ჩვენ ვერ შევხედეთ ვერანაირი მათი მხრიდან დაუშვათ რაღაც გარკვეულ საქმიან პროგრამებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოთ. აი თქვენ როგორ აპირებთ ყველაფერი ამის გაბათილებას და საზოგადოების ნდობის მოპოვებას, რომ ადამიანებმა კვლავ იგრძნონ რაღაც ძალა ისეთი, რომელიც ძალაც იცება მათთვის საინტერესო და მათთვის აიმედო. ძალიან მარტივად ახსნი, მთავარ იდეოლოგიურ ღერძს და გასაგები იქნება თუ რაზე გვექნება ჩვენ საუბარი და რა იქნება, ასე ვთქვათ, ამ მემარცხენე ცენტრისტული მოძრაობის პოლიტიკური პარტიის, ასე ვთქვათ, მიმართულება. ეს იქნება ბატონო ტრისთან ხალხის ხელისუფლების ასე ვთქვათ რეალურად განხორციელებისაკენ სწრაფვა. და რას გულისხმობ მე ამაში? ყველა საუბრობს დღეს და გამბოდის პოლიტიკური ძალები, მათ შორის არსებობდნენ ხალხის პარტია, მათ შორის არსებობდნენ, მაგრამ თავარს ასე ვთქვათ ყველა გაურბოდა. ანუ ან არ იცოდნენ რა მიმართულებითელოდ, ან შეგნებულად არიდებდნენ ამას თავს. კერძოდ რას გულისხმობ? იმისათვის რომ ხალხი და ხელისუფლება, ასე მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთთან იყოს ახლოს, ხალხი უნდა ღებულობდეს მონაწილეობას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც გარანტირებულია ხალხის ძალაუფლება ქვეყანაში. და რას ნიშნავს ხალხის ძალაუფლების გარანტია ქვეყანაში, ხო? ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოს კონსტიტუციას, ხო? და საქართველოს კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, მე-5 მუხლს, საქართველოს კონსტიტუციის 74 მუხლს, ის მეორე ნაწილს და ასე შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი გვეუბნება ჩვენ, საქართველოსში ძალაუფლება ეკუთვნის ძალაუფლების წყაროა ხალხი. პატარა განმარტებას გავაკეთებ ამ ტერმინზე, იმიტომ რომ ბევრი იძახის, რომ აი ეს როგორ და რანაირად და მე ვიტყვი იმას, თუ როგორ ხორციელდება ეს. დიახ. და რა პრევენციებს ბადებს შემდგომში იმისათვის, რომ ის გარემო, რა გარემოს დღეს გვაქვს ქვეყანაში, აღარ იყოს საერთო. ანუ პირველი და უმთავრესი აუცანა რა უნდა იყოს პოლიტიკური პარტიისთვის, ხალხისთვის პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას. როგორ ხორციელდება ეს? ეს ხორციელდება ძალიან მარტივად
მინდა გითხრათ თუ ჩვენ ჩაუღრმავდებით და გავიხსენებთ საქართველოს 21 წლის კონსტიტუციას იქ იყო შესაბამისი განმარტებები ჩადებული და შესაბამისი იმპერატიული ნორმები, მათ შორის მეხუთე მუხლთან დაკავშირებით და 74 მუხლის მეორე ნაწილთანაც დაკავშირებით. მეხუთე მუხლი გულისხმობდა, რომ საქართველოში ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, ხოლო ძალაუფლება, ხალხის ძალაუფლება ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით, ანუ მის მიერვე არჩეული პარლამენტის საშუალებით. ანუ ეს ნორმა ცალმხრივად იძლეოდა იმის გარანტიას, რომ აი ამ კონკრეტულ არეალში, რასაც საქართველოს ერქვა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერქვა, ხო, ძალაუფლებას განსაზღვრავდა ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. ის დელეგირებას აძლევდა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 4 წლის განმავლობაში, ძალაუფლებას გადასცემდა მას და 4 წლის განმავლობაში არჩეულ აი ამ სუბიექტებს უნდა ემართათ ქვეყანა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს სუბიექტები განიზრახავდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, არა ხალხის ინტერესების გამომხატველი საკონსტიტუციო აქტების, საკონსტიტუციო შესწორებების, სხვა კანონების, ორგანული კანონების და სხვა კანონების მიღებას ისეთის როგორიც ეწინააღმდეგებოდა ხალხის ინტერესებს, მაშინ ხალხს უფლება ჰქონდა და ეს კონსტიტუციაში ჩადებული იყო 74 მუხლის მეორე ნაწილი, როდესაც ასე ვთქვათ, ხალხი პირდაპირ დემოკრატიული ხერხებითა და მეთოდებით, ანუ პლებისციტის და რეფერენდუმის გზით ახერხებდა გარკვეული, ასე ვთქვათ, ოდენობა იქნებოდა იყო დაწესებული, მაშინ 30,000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ზოგან შეიძლება იყოს 200,000 ხელმოწერის შემთხვევაში უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ რეფერენდუმის ჩატარება ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე. იმ კონსტიტუციით მაშინ ჰქონდათ გარანტია საკანონმდებლო ინიციატივისაც კი. მაგრამ მოდით ახლა ეს სადავო ნორმაა ცოტა და ამაზე მეცნიერები, რომლებიც აი ამ კონსტიტუციონალისტები ამ დარგში მუშაობდნენ, ხო? მათ სხვადასხვა ჩვენ რისი მომხრე ვართ. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს და დაბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციაში 74 მუხლის მეორე ნაწილი, როდესაც ხალხს უფლება ექნება გადასინჯოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ანუ გააუქმოს და შეეხება სხვათა შორის იგივე საარჩევნო კანონსაც, კოდექსსაც, იგივე სხვა ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხალხის საწინააღმდეგო, მათ შორის ის ნატოს ხელშეკრულება, ნატოსთან გაფორმებულია ესეთი ნორმა. აი ეს მექანიზმები რო ყოფილიყო ბატონოთლისთან ჩადებული თავის დროზე, ხო ხალხის გარეშე ვერავინ ვერ გადაწყვეტ და თუ საით უნდა წასულიყო საქართველოს. ანუ თქვენ ამბობთ ძალაუფლება ხალხს. ძალაუფლება ხალხს, რა თქმა უნდა და მე ვამბობ იმასაც, როგორ ხორციელდება ეს ძალაუფლება. გესმით? ამაზე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ საუბრობს. ისინი იძახი კი რას ნიშნავს ხელისუფლების წყაროა ხალხი. რა მორაკრაკე, წყარო ვიცი, მე მდინარე, მორაკრაკე, რულუ და ასე შემდეგ, ხო? ესეთი ხელისუფლება ან აქვს ხალხს, ან არ აქვს ხალხს, ხო? დიახ. ეხლა რა შუაში ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ეს უნდა ჩამოვიდეს იმ დონიდან ყველა დონეზე. აი ცენტრალიზებული დონიდან, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ადგილობრივ დონეზეც უნდა იყოს აი ესეთი პატარა პლებისციტური გამ და თვითმმართველობებით ზუსტად ამაზე დამოკიდებულებით უნდა წყვეტდნენ, მაგალითად ან ქალაქის განვითარების გეგმას, სოფლის განვითარების გეგმას და ხალხს უნდა კითხონ ყველაფერი. და მხოლოდ ხალხი ბრძენია უნათქვამია, ეს მე არ მithქვამს ეს ბუნებრივია მოგდებს საუკუნეების მანძილზე და ეს ანუ ფაქტიურად ეს ამის განხორციელებისაკენ ბრძოლა ჩვენ ვიქნებით ალბათ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამას აირჩევს თავარ იდეოლოგიურ ღერძად და ეს ჯდება მემარცხენე ცენტრისტულ იდეოლოგიაში მინდა გითხრათ და ზუსტად აი ამ მიმართულებით სვლა მოთხოვნად ჩვენი უმთავრესი წესა მომავალში საპარლამენტო არჩევნების დაყენების წინ ჩვენ მოვითხოვთ ერთ რამეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი იქნას იმპერატიულად, მეხუთე მუხლით იქნას იმპერატიულად განსაზღვრული ქართველი ხალხისთვის ძალაუფლება. და ამისათვის დავიწყებ ბრძოლას. თუ საჭირო იქნება ქუჩაში, თუ საჭირო იქნება მიტინგებით, თუ საჭირო იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლით, იმისათვის რომ პარტოკრატიულ მართლობას
55 წლის განმავლობაში საქართველოს პარტიულ-დემოკრატიულ მმართველობას დაედოს ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი და ხელისუფლება გადავიდეს არა პარტოკრატებისგან, პარტოკრატიიდან გადავიდეს რეალურად ხალხის ხელში. გესმით რა შეასაკო. ამისაკენ ბრძოლა იქნება მთავარი მიმართულება, მთავარი იდეოლოგიური ღერძი და მასზე იქნება აგებული მთელი ეს ისა რა ქვია პოლიტიკური შემდგომი საქმიანობის ჩვენი ასე ვთქვათ პირამიდა საბოლოო ჯამში. დაბოლოს ბატონო კოდე, დაბოლოს, იმიტომ რომ ჩვენი მე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა კიდევ აი პარტიასთან დაკავშირებით, 5 ნომერთან დაკავშირებით. და აი 5 ნომერთან დაკავშირებით ბზანეთ. იცით რა არის? საინტერესო არის, იმიტომ რომ საზოგადოების ინტერესში შევიდეს უკვე და საკმაოდ ბევრი გააჩნია. ინსინუაციები ბევრი წავიდა ესენი ვინ არიან, იორკებს გვეძახიან, ამას გვეძახიან, იმას გვეძახიან. ვინც მე მიცნობთ, ვინც მე კარგად დამაკვირდით, ვინც მე მიცნობთ ამას ვერ იტყვით ვერანაირად, იმიტომ რომ მთელი ჩემი ბექგრაუნდი, რომელიც მე გამიტარებია, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მოგცემთ ამის თქმის საშუალებას. კი. ხოლო ის ბექგრაუნდი, რომელმაც მე შემძინა საკმაოდ ცოდნა იმ სპეცსამსახურებში მუშაობიდან გამომდინარე, თქვენ არ მოგცემთ ჩვენ წინააღმდეგ ზედმეტის თქმის საშუალებას, იმიტომ რომ მიიღებთ ისეთ დარტყმას, რომ შეიძლება მთელი თქვენი ასე კი დამკვეთები სკამებიდან გადმოცვიდნენ შეერთებულ შტატებში და დასავლეთში. დამერწმუნეთ, რომ ესე იქნება და მე მარტო არ გახლავართ, ჩემს ირგვლივ კიდევ გარკვეული პროფესიონალთა ჯგუფია. მინდა გითხრათ და კიდევ ერთი მომენტი, რაც შეეხება იმ 5 ნომერს, მე მინდა ამომრჩეველს მიმართოთ დღესდღეობით ბატონ ტრისთან თუ მომცემთ ამის საშუალებას და თქვა, აი თავი ჩვენ ყველა ვიძახით, რომ როდის დაასრულებს აი ამ 5-იანს და 5 ნომერს ის რა ქვია და ხალხი მიჩერებია ხელისუფლებას, რომ აი ველოდებით იქ საგაუნძილო კომისიის დასკვნას, აი როდის იქნება ეს დასკვნა. მოდი მოვსპოთ მისი პირველი სიმბოლო, რაც არის, ხო? მისი სიმბოლიზმი, აი 5 ნომერს ვერ ელევიან და 5 ნომერი გადააქციეს მათ ფაქტიურად შეაზიზღეს ქართულ ხალხს რა. გესმით რა შეასაქმე და მე მინდა ქართულ ხალხს იმედია თქვენ შეაყვარებთ. არა, მე არა ძალიან მარტივ რაღაცას ვეთქვი. მე მინდა ქართულ ამომრჩეველს უთხრა, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ დაასრულოთ ნაციონალური მოძრაობა, ხო დაიწყეთ აი ამ ნაბიჯით. გადადგით ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ დღეს 4 რიცხვში, 4 არჩევნების დღეს, ხო? 4 რიცხვში თქვენ გაქვთ ძალაუფლება ხელში. თქვენი ხმით შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ბევრი რამე ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვითხოვთ იმას რა ქვია, გამარჯვებას ვიცით რომ ეს შეუძლებელია და რეალისტები ვართ საკმაოდ, მაგრამ თქვენ იმის შესაძლებლობა მაინც გაქვთ, რომ მიხვიდეთ საარჩევნო, ასე ვთქვათ, ურნებთან და შემოხაზოთ 5 ნომერი და ამით არა უთხრათ იმათ, ვისაც დღეს 5 ნომერი მიუხედავად იმისა კანონდარღვევით აკრული აქვთ ვერელევია ბატონო აკრული აქვთ კანონდარღვევით და მე მდა ხელისუფლებას მოუწოდო რომ ის 5 ნომერი ჩამოხსნან იმიდან რა ქვია თავიანთი ასე ვთქვათ პარტიის შტაბიდან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კანონით ეს მათ აღარ ეკუთვნით, მინდა გითხრათ. ამიტომ მოუწოდებ ხალხს, მოუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, მოუწოდებ სხვა ამომრჩეველსაც ბატონებო, გსურთ დასრულება, დავიწყოთ აქედან და მე რას იზავს ხელისუფლება, ეს მათი საქმეა და რამდენად არ გააკეთებენ, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. გაჩნდება პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ბატონ ტრისთან და ჩვენ ამაში ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა უნდა დაპირდეთ წინა საარჩევნოთ ხალხს. მოდით ბატონებო, ვინც რას გპირდებათ, ამას გაგიკეთეთ, იმას გაგიკეთეთ, ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიკეთეთ. სანამ არ დაიბრუნებს საქართველოში ხელისუფლებას და ხელისუფლების დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი უმრავლესობით გადაწყვეტს იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში პარტოკრატიული მმართველობა უნდა დასრულდეს იმ გზით, რა გზითაც მე თქვენ გითხარით, ეს ძალიან მარტივად. და იმ მოთხოვნებით, იმიტომ რომ ავანტყოფს რომ უკურნალო უნდა გაიგო რა სჭირს ამ ავანტყოფს, დიაგნოზი უნდა დაუსვა. დიაგნოზი დიდი ხანია დასმულია, მაგრამ ამის გაგება არ სურთ პოლიტიკურ ძალებს,
რატომ? იმიტომ მაშინ ვეღარ გაატარებენ ვერც უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოში, ვეღარ გაატარებენ ვერც კერძო კლანურ ინტერესებს საქართველოში, ვეღარ გაატარებენ ხალხის დაუკითხავად ბიზნეს ინტერესებს საქართველოში, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ხალხის წინააღმდეგოდ. ამიტომ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ საქართველო, დავიბრუნოთ ხელისუფლება. ბატონო კოტე, დიდი მადლობა ბრძანებისათვის, დიდი მადლობა, რომ აი ესე შემართებული ბრძანდებით ვიფასო ტელემაყურებლებო, მართლაც სასიამოვნო იყო ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ბატონი ისაკ გიორგაძე, ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი ბრძანდება ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე, პოლკოვნიკი უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, დღეს ჩვენი გაერთიანებული საქართველოს შტაბის უფროსი და ამ ადამიანებმა მართლაც გადადგეს ის ნაბიჯი და დაიწყეს ის ბრძოლა, რომელიც ბრძოლის საფუძველზეც უნდა გაასუფთავონ და გავასუფთავოთ ერთად პოლიტიკური ველი. მე ვეთანხმები ბატონ კონსტანტინე ფორჩხიძეს, რომ ძალაუფლება ხალხს. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის სწორი და რა არის არასწორი. ამიტომ ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რა ნაბიჯების ახლა თქვენ აგიხსნათ და გითხრათ ბატონმა კონსტანტინე ფორჩხიძემ. ერთად დავამარცხოთ ის ბინძური ძალები, ერთად გამოვტანოთ განარჩენი აი იმ სატანისტურ, ნაცისტურ, ტერორისტულ ორგანიზაციებს, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოება. დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ ეს აღვასრულოთ. იმიტომ რომ გამოვიდა პოლიტიკურ ველზე აეხლა უკვე დაიწყო და შევიდა ბრძოლებში სწორედ ის ახალი პოლიტიკური პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო და ამ პარტიაში მართლაც გაერთიანებული არის ისეთი გულანთებული ბიჭები, ისეთი გულანთებული ადამიანები და პროფესიონალური ნაომარი ვისაც სისხლი აქვს დაღვრილი საქართველოსზე გადაფარებული და საქართველოსზე შეყვარებული ადამიანები. ერთად მეგობრებო, ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ წერტილი დაუსვათ იმ სიმახინჯეს და იმ მარაზმს და იმ ვამპირებს და იმ ზონდერებს, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა დღეს საქართველოში. 5 ნომერი ჩამოერთვათ უკვე, ეხლა იწყება მათი ბოლო გაფართხალება და სრული ლიკვიდაცია პოლიტიკური პარტიის. ამიტომ ერთად გავაკეთეთ ეს და ერთად გავაკეთოთ აი ამ პარტიასთან ერთად. მადლობთ რომ გიყურეთ, კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა მოწვევისთვის.